დაუმორჩილებელი შამილი 60 წელს იყო გადაცილებული, როცა დაატყვევეს და უკიდეგანო ქვეყნიერების გზას გაუყენეს. ბავშვობისას ის ძალიან მონდომებით სწავლობდა არაბულს, რიტორიკას, ლოგიკას, კითხულობდა საღვთო წიგნებს და ცდილობდა ყველაფერი გაეგოს სამყაროს შესახებ. უძველესი ხელნაწერებიდან მიღებული გაკვეთილების გამოყენების საშუალება ცხოვრებამ მერე ბევრჯერ მისცა. ის 10 წლეულების მანძილზე ზიდავდა საკუთარი ხალხის წინამძღოლის ხვედრს. განგებამ ისეთ ასაკში მოუწყო გაკვეთილი, როცა წესით არაფერი უნდა გაკვირვებოდა. ამბობენ, რომ მოხუცის სამკვირაზე მეც თითქმის მთელი გზა კავკასიის პატარა აულიდან პეტერგოფის ბრწყინვალე სასახლემდე დუმდა. პეტერგოფში შამილი იმპერატორის მეუღლემ მიიღო. მერე კი გადასახლების პუნქტში კალუგაში გაამგზავრეს. დასასრულს ამ ხანგრძლივი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ ერთი წინადადება ამოთქვა. ამ ხელა ქვეყნის შვილები ჩემს მერცხლის ბუდეს მედავებოდნენო. ჩეჩნებსა და დაღესტნელებს ძალიან დიდხანს ახსოვდათ, რომ მათი სულიერი მამის დატყვევება რუსებმა ქართველების დახმარებით მოახერხეს. ამ დრამატული ისტორიის ერთ-ერთ გმირს, გრიგოლ ორბელიანს, მთელი ცხოვრება ეკიდა კედელზე მოხუცი იმამის პორტრეტი და არასოდეს ფარავდა ახტაცებას მის მიმართ. 1944 წელს ერთი საუკუნის შემდეგ შამილის გზას რბილად რომ თქვათ ნაკლები პატივითა და ბევრად უარეს ადგილებში მთელი მისი ხალხი გაუყენეს. ჯოჯოხეთური მოგზაურობისას 1000-ზე მეტი ჩეჩენი და დაღესტნელი დაიღუპა. შინ დაბრუნება კავკასიელებმა მხოლოდ ქართველი წარმოშობის საბჭოთა ტირანის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს. ამბობენ, ერთ-ერთ აულში, სადაც გადასახლებულების კარ-მიდამოზე ქართველები დაასახლეს, საოცარი რამ მოხდა. შინ დაბრუნებულ ჩეჩნებს აული ახალ მოსახლეთაგან დაცლილი დახვდათ. სამაგიეროდ ყველა ბაგაჟში იდგა მათი საქონელი. ყოველ კერაშიენთო ცეცხლი და იდგა ახალ გამომცხვარი პურის სუნი. ქართველებმა სახლები და ქონება ხელუხლებლად დაახვედრეს მათ ძველ პატრონებს. მე დავიბადე 1949 წელს ახმეტის რაიონში, სოფელ დუიში. დავიბადე ჩეჩრურ ქისტურ ოჯახში. ჩვენთა რელიგია ისლამია და ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც მისდევდნენ ამ რელიგიას. სადღაც მე 6 კლასამდე ვიყავი სოფელში, მივდევდი სპორტს და გადაწყვიტეს სახში რომ უნდა წამიყვანონ რაიონში ან ქალაქში თელავში რომ გავაგრძელო სპორტი და მოვხვდი თელავში. მე 7 კლასში ვიყავი და იქ მოხდა შეჯიბრები ტარდებოდა საქართველოს პირველობები. და რაღაცნაირად მოხვდი ერთ-ერთ გუნდში და დამპატიჟეს თბილისში. სპორტულ სკოლაში გლდანში იყო ესეთი სპორტ სკოლა სპეციალური. იქ მოხვდი სკოლაში და გავაგრძელე სწავლა და ვიზრდებოდი საერთოდ ქართული წესებით. ქართული ჯერ თავიდან ვიცოდი ქართული, მერე ვისწავლე ჩეჩნური, იმიტომ რომ ვიზრდებოდი ახმეტაში დედასთან, მამასთან ბავშვობ 7 წლამდე და მერე მოხვდი სოფელში, იქ ვისწავლე ჩეჩნური, მასწავლეს რა და ისე რომ პირველი სწავლა ენის მე ვიცოდი ქართული. სამყარო როგორც ის საქართველოში დაბადებულმა ჩეჩენმა ბიჭმა ხიზრი ალდამოვმა აღიქვა, ერთი წარმავალი წამი იყო დიდ კავკასიურ ისტორიაში. ლეკები აღარ იტაცებდნენ ქართულ ბავშვებს. რუსი ჯარისკაცები იცავდნენ ჩეჩენ პიონერებს. აკრძალული იყო სულ რაღაც წლების წინ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ფიქრიც კი. თვითონ არც სისხლი ყოფილა, არც ბრძოლა, არც დამარცხებები და არც გამარჯვებები. საბჭოთა ოპტიმიზმის მკაცრი ქურუმების მეთვალყურეობის ქვეშ ახალი წითელი ერი უნდა აღზრდილიყო, მაგრამ სიმართლე ყველა ქვის ქვეშ იმალებოდა. თითქოს ნიადაგი ინახავდა თითოეული დაღვრილი სისხლის წვეთის გენეტიკას. რუსულ ენოვან ლენინელთა რასაში მეტისმეტად რთულად ასიმილირებადი რასების შერების ექსპერიმენტი საჭირო რეზულტატს ვერ იძლეოდა. ნეტარი როგორ ცხოვრობენ ჩემი ახლობლები, ნეტარა როგორი ის არის, მაინტერესებდა ძალიან და დავდიოდი ხოლმე ფეხბურთზე სპეციალურად გროზნოდან ჩამოდიოდა ტერეკი, ხვდებოდა საქართველოს ლოკომოტივს და მე ჩემ გულადი იმით მინდოდა რომ საქართველოს მოეგო, მაგრამ გულში მე მწუხდა ნეტა ნიჩია დამთავრდეს რომ ორივემ გაიხანოს, ეს მქონდა გულში რა. მაგრამ ერთ-ერთ შეხვედრის დროს მივედი ფეხბურთელო დალაპარაკება მინდოდა ჩეჩნონ, მაგრამ ვერავინ ვერ უნახეს, სულ რუსები იყვნენ და მე შემეცვალა აზრი ქართველებმა უნდა მოიგონეს ეგ არ აყავთ ჩეჩნები რო იყვნენ კი თავდაპირველად საკუთარი მიწის ძახილი უბრალოდ ცნობის მოყარეობას უფრო ჰგავდა. ბიჭს სურდა ენახა როგორი იყო ქვეყანა, რომელმაც ის გააჩინა. ვინ იყო თავად და რა იყო მისი ხვედრი. ხვედრი ადამიანის, რომელსაც სხვა სამშობლო ზრდიდა. ჩეჩნეთში პირველად უფროსმა ძმამ წაიყვანა. ის გროზნოში ინსტიტუტში სწავლობდა. ანუ იქ ჩავალ გავიგებ
როგორ ცხოვრობს ჩემი ხალხი. ერთადერთი რო ჩავედით სანამ მივიდოდი ჩემი ნატვა, ჩემი რაღაცები მქონდა, როგორი ხალხია, როგორ აცვიათ, რანაირად. ძალიან მაინტერესებდა ეს ყველაფერი და რო ჩამოვედით ავტოსადგურში, რო ხდებოდი ტრამვაიში, დავინახე ეს ხალხი რაღაც სულ სხვანაირად არიან ჩაცმულები, მაგრამ ენა რასაც ლაპარაკობდნენ, ჩემს ძალიან ახლო იყო რა, ჩემ ენაზე ლაპარაკობენ და ამდენი ხალხი ტრამვაიში მე ჩამოვედით, სასტუმროში მოვედი, იქაც სულ ყველა ჩეჩუნურად ლაპარაკობს და რაღაც მოხდა ჩემში ისეთი რამე, რომ რაღაც გამიკვირდა ეს ხალხი. გამოვდიოდი სპეციალურად ბაზარში დავდიოდი, კინოთეატრებში, ყველგან უგდებდი ყურს, რას ალაპარაკობენ როგორ და მე როგორ ავთავდა 1-3-4 დღე ერთ კვირაში უნდა წამოსულიყავ და ჩემმა ძმამ წავიდეთ ახლა საქართველოში. არ მომინდა წამოსულა, რა ვიცი, რატომღაც კიდე მიდოდა დავრჩენილიყავ იქ. ხიზრი ალდამოვმა, რომელსაც საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად საბუთები უკვე მზად ჰქონდა, გროზნოდან დაბრუნება გადაიფიქრა და საკუთარ სახლში, საკუთარ მიწაზე დარჩა. ქართული ნოსტალგია დროდადრო აწუხებდა, მაგრამ ხელახლა ნაპოვნი სამშობლოს მიტოვება უკვე ვეღარ წარმოედგინა. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ საბოლოოდ დაფუძნდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რამდენადაც საბჭოთა კანონები ამის საშუალებას აძლევდნენ, საქმე წააწყო. ამდენ ხანს მშვიდობა თაში ალბათ არასოდეს გაგრძელებულა. დიდი სამყარო ისევ აირია და მთებში დაკარგულ პატარა აულებში ჩააღწია ახალი დროის ხმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიშალა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკაც. ჩეჩნეთში ძალაუფლება 1991 წელს გენერალ დუდაევის ძალებმა აიღეს და სამყაროს დამოუკიდებელი რესპუბლიკის იჩქერიის დაბადება ამცნეს. რესპუბლიკა იჩქერია არ ცნობდა რუსეთის ხელისუფლებას. შამილის ხალხს ისევ გაუჩნდა დიდი ხნის წინ წაგებულ ომში გამარჯვების იმედი. ამ დროს ჩემი ახლობელი ბიჭები მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, მე ჩემი ბიზნესი მქონდა, ჩემ ამბავში ვარ, კარგად ვარ, მაგრამ მითხეს რომ ჩამოვიყვანეთ ჩვენ ერთი გენერალი ჩეჩენი, პირველი გენერალი ჯოხარ დუდაევი და მოდი ვაპირებთ მაგის იმას, იქნება დაგვიდგე მხარში. მე ვთქარ ახლა არა მაქვს მაგის რო კაცო, ჩემი ცეხ, ჩემი რაღაც ხوار გავანებებ თავს და ამიყოლე ეს ამ ლაპარაკში და ერთხელ ღამის 3 საათი იყო რომ გამაღვიძეს შემა ძმაკაცებმა. ადე კი სჭირდები, ჩვენ გვჭირდები კაცო, ჩვენ უნდა გამოყო ჩვენო და ამაყენეს და ჩამსვეს მანქანაში წავედით. პირველი შეხვედრა ჩემი ისეთნაირად მოხდა, რომ მოხვდით რესპუბლიკურ ცენტრში რაღაცა შეხვედრები იყო, ხალხი იწერება, მთელი ამბავია. ამ დროს მიმიყვანეს როგორც ქისტი და მე ვაცხადებ, მე მინდა შევიდე ამ თქვენს გრუპაში და ვიბრძოლო ჩეჩნეთის სახელით. პატარა აულების დიდი დრამა უკვე იწერებოდა. გროზნოს ქუჩებში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი ამ დრამის რეპეტიციებს კრემლიდან ჟანრის ოსტატები აკვირდებოდნენ. ჩეჩნეთში კი თავისუფლებით მთვალი დილეტანტები ცდილობდნენ მეტნაკლებად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. უკვე აღებული ტელევიზია ხიზრი ალდამოვს ჩააბარეს. ტელევიზიის შენობაში შედგა მისი პირველი შეხვედრა, მაშინ უკვე პრეზიდენტ ჯოხარ дудаевთან. Сотни тысяч чеченцев, которые живут в России, должны стать сотни тысячами солдат в защиту интересов чеченской нации. И так и станет. И объявить газоват. Каждый чеченец должен быть смертником. А уязвимых мест 1000 человек достаточно, чтобы Россию перевернуть и на этом стереть в ядерной катастрофе. Рატომაც ჩემთან მოვიდა და ჩეჩუნად ჩამომართო ხელი, მეც უპასუხე ჩეჩუნად, მისალმემაში არ ჩანს, მაგრამ მე და კიდე სიტყვები რაღაცები რო უპასუხე, გაუკვირდა ეგ. აი ეს რო ლაპარაკობს, ამის ლაპარაკი ჩემთვის მისაღებიაო. ეს საიდან ახლა ჩვენ საქართველოს ხო არ მეთქი და აქ როგორ მოხდა ეს და იქიდან დაიწყო დავჭით იმ ტელეარხში და ბოლოს უკვე რო გადიოდნენ ტელეარხიდან მაგის ახრანის ბიჭები მოვარდნენ და მითხეს რომ შენ უნდა წამოხვიდე პრეზიდენტთან და წავიდე. არ იყო პრეზიდენტი, ჯერჯერობით დავდიოდით. მიმიყვანეს, დავსხედით, ვილაპარაკეთ, ნათესავები მკითხა, სახში ვინა მყავს მკითხა, განათლება, ყველაფერზე ვილაპარაკეთ და ერთადერთი თხოვნა იყო იმისი. შენ აი როგორც პიროვნება რა გინდა ჩვენთან? რა გაწუხებს შენ, რატომ მოხვდი ჩვენთან ერთად ამ ყველაფერში? თიავ ჯობდად გამახსენდა ადამიანი ვარ მეც და ხედავ მე ჩემ ძმებში ვარ ჩემ ხალხთან ვარ და რაღაცა ხდება მეც მინდა მონაწილეობა მივიყო სიკვდილი იქნება მოვკვდები ცოცხალი ვიქნები იმიტომ მოვედი მე ვიხუმე და იმ დღიდან ამეყვანა როგორ მესამე საბუთი მქონდა ჩეჩენ-ინგუშეთში პირველი ხომ ვიღაცას მისცეს მეორე და მესამე მე მომცა რომ
ესე იგი რესპუბლიკაში თუ რამე იყო გატანა, შემოტანა, სულ ყველაფერი ჩამაბარა ამ ადამიანმა. მალე ხიზრი ალდამოვი დამოუკიდებელ საქართველოში გამოემგზავრა, როგორც თავისი სამშობლოს ოფიციალური წარმომადგენელი. იჩქერიის პრეზიდენტ დუდაევსა და საქართველოს პრეზიდენტ გამსახურდიას კავკასიელი ხალხის მომავალზე მსგავსი წარმოდგენა და პირველ რიგში რუსეთთან შეურიგებლობის პოლიტიკა აახლოვებდათ. ჩემი პირველი შემოსვლა რომ გამოვცით ოსეთს. აი ყველა პოსტზე სადაც კი მოვდიოდი, ყველა ხელი ქონდა აწეული და გაჩერება როგორ შეიძლება მანქანა ჩეჩნური სერით მოვდიოდი და თბილისის ხელის საწევით და მარტო ჩესტებით აი ესე შემოვედი საქართველოში და აქედან მე ტელეფონით დავუკავშირი პოსტით და უთხარი რომ ძალიან კარგად გამომაცილი მიმიღეს მეთქი საქართველოში. აი ესე მოვხვდი საქართველოში. აქედან წავიღეთ მე რაც საჭირო საბაჟოსთვის ყველაფერი აქედან წავიღეთ. პრიბალტიკიდან დაგვეხმარენ.